ლოს-ანჯელესში მივდივარ ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ წიგნის მაღაზიაში, რომელიც მირჩია ყველა ადამიანმა, ვინც კი ერთხელ მაინც არის ნამყოფი ამ ქალაქში და მოდი ვნახოთ რა არის ესეთი. თუ ჩემსავით შეყვარებული ხართ წიგნების მაღაზიებზე, Downtown LA-ში არის ადგილი, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ. წიგნის მაღაზიას ქვია The Last Bookstore. ეს მართლა არ არის უბრალოდ წიგნის მაღაზია, შიგნით შეგხვდება უზარმაზარი თაროები, 10,000-ობით ძველი და ახალი წიგნები, ვინტაჟური გამოცემები, პაწაწუნა კუთხეები, წამოსაწოლი და წიგნის წასაკითხის სივრცეები და შეგიძლია უბრალოდ ამ წიგნის მაღაზიაში დაიკარგო ისეთი არაჩვეულებრივი ბიბლიოთეკის მსგავსი ატმოსფერო გარშემო. ყველაზე მაგარი ნაწილი არის მეორე სართული, სადაც წიგნების გვირაბები, ლაბირინთები დალაგებული თაროები და უცნაური ინსტალაციები და პატარ-პატარა არცსივრცეები შეგხვდებათ. ჩემი აზრით უბრალოდ წიგნის საყიდლად აქ არ დადის ხალხი და ძირითადად შთაგონებისთვის მოდის ბევრი მათგანი, ან უბრალოდ განმარტოებისთვის. აქ უბრალოდ შეგრძნება გაქვს, რომ არ არსებობს წიგნი, რომელსაც ამ მაღაზიაში ვერ იპოვე. ყველაზე სასიამოვნო კი ის ნაწილია, რომ ძალიან ბევრი წიგნი არის second hand, ანუ მეორადი და ძალიან იაფად, დაახლოებით 5, 7, 6, $3 იყიდება. კიდევ არის ერთი ცალკე სივრცე საშინელებათა და თრილერის წიგნებისთვის, სადაც რომ შედიხარ მართლა ჰორორის ოთახში გონია რომ ხარ ბნელი, უცნაური და ძალიან კინემატოგრაფიულია. გარდა წიგნებისა აქ ყიდიან ვინილებს, CD-ებს და ძველ კასეტებზე ჩაწერილ ფილმებს. ამიტომ თუ ძველი მუსიკა, ფილმები ან უბრალოდ ნოსტალგიური ნივთები გიყვართ, ეს ცალკე სიამოვნება. ამ წიგნის მაღაზიაში შუადღეს მივედი და საღამომდე შემორჩი. მოკლედ, თუ ოდესმე LA-ში მოხვდებით და წიგნები, ხელოვნება, მუსიკა ან უბრალოდ საინტერესო ადგილები გიყვართ, ეს ადგილი აუცილებლად ჩასვით სიაში.